ზუსტად 3 კვირა გავატარე საქართველოში და ისე მივდივარ სამოგზაუროდ ახალ ქვეყანაში არა, მაგრამ დიდი ხანი არ ვარ ნამყოფი იქ. ბოლოს იქ ვიყავი 14 წლის როცა ვიყავი. ჩვენ უკვე აეროპორტში ვართ და შეაფასეთ ჩემი კომფორტული აეროპორტის ლუკი, მაგრამ რაც მთავარია მინდა გაჩვენოთ, ეს არის ჩემი ახალი სამოგზაურო მეგობარი. ეს ჩანთა დარწმუნებული ვარ მოევლის ჩემთან ერთად ყველა დანარჩენი ჩემი უნახავი ქვეყანა. პირდაპირ ეგრე ჰქვია Around the World, რადგან ეს ჩანთები იკერება პირდაპირ თქვენი არჩევანით, ანუ თქვენ თვითონ შეგიძლიათ აირჩიოთ დიზაინი, მატერიის ხარისხი, ზომა და ასე შემდეგ, რაც მთავარია აქ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი სასურველი წარწერა. ჩემ შემთხვევაში ჩვენ დავაწერეთ ჩემი სახელი. უდიდესი მადლობა Around the World. ამასობაში მე გეტყვით, რომ ჩვენ მივდივართ სტამბულში ტიტების ფესტივალზე და იმედია წვიმიანი ამინდი არ იქნება და ბევრი ტიტა დაგხვდება. წავედით ჩვენთან ერთად. მაგ დერეფანს ვეძახი ბედნიერების დერეფანი. ერთ-ერთი ვიდეო მქონდა დადებული Instagram-ზე, რომ რა დეპრესიაც არ უნდა გქონდეს და რა ექიმებში არ უნდა იარო, ზუსტად ამ დერეფნის მერე ხარ ყველაზე ბედნიერი და მართლა ეგრე ყოველ ჯერზე. Connections in front lined for flight. ჩვენ სტამბულში ვართ და პირველი ვერჩევა რაც შემიძლია გითხრათ აეროპორტიდან წამოსვლაზე, ეს არის თუ ChatGPT-ზე წინასწარ გითხეთ და გითხრათ რომ შატლით წამოსვლა, ანუ ავტობუსით უფრო ბიუჯეტური გამოდის, 140 თუ 200 ლირა მაქსიმუმ, რეალურად ავტობუსის ღირებულება არის 240 ლირა. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ 3 ადამიანი ვართ, ტაქსით წამოსვლა გამოდიოდა სულ რაღაც 40 ლარით უფრო ნაკლები, მაგრამ პირდაპირ სასტუმრომდე მიგვიყვანენ მაინც. ამიტომ გადათვალეთ წინასწარ მაინც. თუ ეხლა ერთი ადამიანი ხართ, ავტობუსით წასვლა რა თქმა უნდა უფრო ბიუჯეტური გამოგივოთ, მაგრამ თუ ბევრნი ხართ, ტაქსი უფრო კომფორტულია. თან ეგეთი ჭერით ივლით სასტუმრომდე. ზუსტად 2 საათი დაგჭირდა იმისთვის რომ მოვიდეთ აეროპორტიდან ჩვენ სასტუმრომდე. ჩვენი სასტუმრო გამოიყურება შესასვლელი აიგრე. ზედმეტად ადრე მოვიდით, რა თქმა უნდა 9 საათია და ჩეკინი გაგვიკეთეს 12-ზე. ძალიან კარგი ლოკაცია ავირჩიე ჩემი აზრით სასტუმროსთვის, იმიტომ რომ პირდაპირ გალათის კოშკთან ვართ. ამიტომ წავედით 12-მდე ვისეირნოთ. ჩვენი მოგზაურობა სტამბულში დაიწყო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში გადავცვალეთ ფული და მოგეთ $300 გადავწყვიტე ერთიანად გადავცვალო და ეხლა გაჩვენებთ რამდენი ლირა მომცეს. ანუ საფულეში აღარ მიტევა. ამას შეხედეთ უბრალოდ თან რეზინით შეკრული ეგრევე რო გაძლევენ. მოგეთ წავალთ ეხლა სადმე შევჭამთ, თან გავისეირნოთ. ამინდში აშკარად ძალიან გაგვიმართა, იმიტომ რომ თქვენ როგორც ხედავთ მზეა. მედია უკვე ხვდებით რომ გელოდებათ ძალიან საინტერესო და ლამაზი ვიდეოები სტამბულიდან.